იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო სამი მხიარული გოჭი, ერთნაირი ვარდისფერი კუდებით. ნიფ-ნიფი, ნუფ-ნუფი და ნაფ-ნაფი. მთელი ზაფხული მხიარულად გაატარეს. დადგა შემოდგომა, ცოტა აცივდა. მალე ზამთარი მოვა, უთხრა ერთხელ ძმებს ნაფ-ნაფმა. მოდით, სახლი ავაშენოთ და ზამთარი ერთად თბილ სახლში გავატაროთ. ზარმაც გოჭებს არ უნდოდათ მუშაობა. მოვასწრებთ, ჯერ კიდევ არის დრო, თქვა ნიფ-ნიფმა. ჯერ ადრე სახლს ჩემთვის თვითონ ავიშენებ, თქვა ნუფ-ნუფმა. მეც, დაამატა ნიფ-ნიფმა. როგორც გინდათ, მაშინ მარტო ავიშენებ სახლს, თქვა ნაფ-ნაფმა და შრომას შეუდგა. ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი მთელ დღეებს თამაშში ატარებდნენ. ზამთარი კი ყოველ დღე უფრო და უფრო ახლოვდებოდა და როცა გვარიანა დაცივდა, ძმებმა მხოლოდ მაშინ დაიწყეს სახლზე ზრუნვა. ნიფ-ნიფმა სახლი ლერწმისაგან ერთ დღეში ააგო. ნუფ-ნუფმაც ახლო-მახლონ ტოტებისა და ფიჩხებისაგან აიშენა სახლი. სახურავზე კი გამხმარი ფოთლები დააყარა. როცა მორჩნენ ძმები მუშაობას, გადაწყვიტეს ნაფ-ნაფის სახლი მოენახულებინათ. ნაფ-ნაფის სახლს რამოდენიმე დღე ქვებისაგან და თიხისაგან აშენებდა. მან სახლს მუხის მძიმე კარი ჩამოკიდა და ურდულიც დაადო, რომ მეზობელი ტყიდან მგელს ვერ შემოეღწია. ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა სახლის დანახვაზე გაკვირვებულმა ერთღმად წამოიძახეს. ეს გოჭის სახლია თუ ციხესიმაღრეო? სახლი ციხესიმაღრე უნდა იყოს, უპასუხა ნაფ-ნაფმა. ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი უკან დაბრუნდნენ. უცებ მათ დაინახეს ნამდვილი, ცოცხალი მგელი. ძმებს ჟრუანტელმა დაუარა და კუდები აუცახცახდათ. საბრალო გოჭები შიშისაგან გაშეშდნენ. ბოროტი მგელი გოჭებს გამოეკიდა. გოჭები უცებ გონს მოვიდნენ და თავთავიანთი სახლებისკენ მოკურცხლეს. ნიფ-ნიფმა პირველმა მიირბინა თავის ლერწმის ქოხთან, ძლივს შეასწრო შინ და მგელს კარი ცხრი წინ მიუხურა. მგელმა სული შებერვა დაიწყო. სახლის სახურავიდან აფრინდნენ ლერწმის რტოები, სახლის კედლები აჭრიალდა. მგელმა მეორედაც შეუბერა სული და როცა მესამეც შეუბერა, სახლის ნარჩენი სხვადასხვა მხარეს გაფრინდა, თითქოს ქარიშხალი დატყდომილა თავს. ნიფ-ნიფი მოხერხებულად დაუძულა მგელს ხელიდან, გაიქცა და უმალ ნუფ-ნუფის კართან მიირბინა. ძმებმა კარი დაკეტვა ძლივს მოასწრეს და მგელის ხმაც მოისმა. ახლა კი გადაგასანსლავთ. ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა შიშიც გადახედეს ერთმანეთს, მაგრამ მგელი ძალიან დაღლილი იყო და გადაწყვიტა ხერხი ეხმარა. გადავიფიქრე, გოჭების გასაგებად განებად ხმამაღლა თქვა. არ შევჭამ ამ გაჩხიკიდეგულ გოჭებს, სჯობია სახლში წალიდე. გაიგე? კითხა ნიფ-ნიფმა ნუფ-ნუფს. თქვა რომ არ შეგვიჭამებს, ჩვენ გაჩხიკინებულები ვართ. ძალიანაც კარგი, თქვა ნუფ-ნუფმა და მაშინვე შეწყვიტა კანკარი. ძმები ძალიან გახალისდნენ და თითქოს არაფერი მომხდარიყო სიმღერა შემოძახეს. მგელი ჩვენ რას დაგვაბრებს, თითაცავა დაკარებს, რუხი მგელი ძვიერი, დადის ტყე-ტყემში ერი. მგელი კი წასვლას სულაც არ ფიქრობდა, ის უბრალოდ გვერდით გავიდა და დაიმალა. ძალიან ეცინებოდა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ახარხარებულიყო. რა მარჯვად მოატყუა ეს ორისულელი პატარა გოჭი. როცა გოჭები სავსებით დამშვიდნენ, მგელმა ცხვრის ქურქი აიღო და ფრთხილად მიუახლოვდა სახლს. კარებთან ქურქში გაეხვია და წყნადად დააკაკუნა. ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი ძლიერ შეეშინდნენ. ვინ არის? იკითხეს მათ და კუდები ისევ აუცახცახდათ. მე ვარ საწყალი პატარა ბეკეკა, დაიწრიპინა მგელმა წვრილი უცხო ხმით. შემომიშვით და ღამე გამათენებინეთ, ფარს ჩამოვჭი და ძალიან დაღლილი ვარ. შემოუშვათ? კითხა ძმას კეთილმა ნიფ-ნიფმა. ბეკეკა შემოშვება შეიძლება, თადახდა ნუფ-ნუფმა. ბეკეკა ხომ მგელი არ არის. მაგრამ როცა გოჭებმა კარი გამოაღოს, იქ ბეკეკა კი არა, კებილები დაკრეჩილი მგელი იდგა. ძმებმა სასწრაფოდ მიაჯახულეს კარები და მთელი ძალით მიაწვეს, რომ საშიში მეთე ვერ შემოვარდნილიყო. მგელი ძალიან გაბრაზდა, რომ გოჭების მოტყუება ვერ შეძლო. ქურქი მოისროლა და დაიღრიალა. აბა დამაცადეთ, ამ სახლისგან არაფერი დარჩება. და სული შებერვა დაიწყო. სახლი ოდნავ შეირხა. მგელმა შეუბერა მეორედ, მესამედ, მეოთხედ. და როცა მგელმა მეხუთედ შეუბერა სული, სახლი დაიშალა. გულგახეთკილი გოჭები თავქუდმოგლეცილნი გაიქცნენ. შიშისგან მუხლები ეკვეთებოდა და ყველა ნაკვეთი უკრთომდა. ცხვირები გამოუშრათ. ძმები ნაფ-ნაფის სახლისკენ გარბიოდნენ. მგელი უზარმაზარ ნაბიჯებს მიცდევდა.
გოჭებმა სწრაფად ჩაუქროლეს ვაშლის ხეს ისე რომ არც შეხებიან. მგელმა კი თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ ხეს შეეჯახა. ხიდან უამრავი ვაშლი ჩამოცვიუდა. ერთი მაგარი ვაშლი მგელს თვალებს შუა დაეცა და შუბლზე უზარმამარი კოპი დააჯდა. ცოცხალმკვდარი ნიფნიფი და ნუფნუფი კი ამასობაში ნაფნაფის სახლთან მიიჭრნენ. ძმამ სახლში შეიყვანა. საბრალო გოჭები ისე შეშინებულიყვნენ, რომ ხმას ვერ იღებდნენ. ნაფნაფი მაშინვე მიხვდა, რომ გილი მოსდევდათ, მაგრამ თავის ქვის სახლში მას კარაფრისა ეშინოდა. სწრაფად გადაკეტა ურდული, სკამზე ჩამოჯდა და ხმამაღლა შემოსძახა. მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს, თითსაც ვერ დაგვაკარებს, რუხი მგელი ცბიერი, დადის ტყე-ტყე მშიერი. მაგრამ ზუსტად ამ დროს კარზე კაკუნი მოისმა. ვინ არის? შვიდად ვკითხა ნანთნაფმა. ბევრს ნულაპარაკობ, კარი გამიღე. მოისმა მგლის უხეში ხმა. რას მელაპარაკები? არც ვიფიქრებ, მტკიცედ მიუგო ნანთნაფმა. ასე ხომ? აბა დამაცადე, ახლავე სამივეს შეგსანსლავთ. აბა მიდი, უპასუხა ნანთნაფმა, ისე რომ სკამზე არც შენძრეულა. მან იცოდა, რომ მტკიცე ქვის სახლში არც მას და არც მის ძმებს საშიშროება არ ელოდათ. მაშინ მგელმა ღრმად ჩაისუნთქა და სულის ბერვა დაიწყო, მაგრამ რამდენიც არ უბერა, ერთ პატარა ქვასაც ვერ უყოდივრა. მგელი სულ გალურჯდა, სახლი კი ციხე-სიმაგრესავით იდგა. მაშინ მგელმა კარებს დაუწყო ჯაჯგური და, მაგრამ არც კარი დაემორჩილა. გააფთრებულმა მგელმა სახლის კედლების ფხაჭნა და კვების ღრნა დაიწყო, მაგრამ ამით მხოლოდ კლანჭები და კბილები დაიმტვრია. მშიერ და ბოროტ მგელს იზღა დარჩენილოდა, რომ კუდამოძვებული ტყეში დაბრუნებულიყო. მაგრამ უცებ სახურავზე თვალი მოკრა დიდ განიერ მილს. აჰა, აი ამ მილით მოხვდები სახლში, გაუხარდა მგელს. ის ფრთხილად აძვრა სახურავზე და მიაყურა. სახლში წყნარე იყო. დღეს აუცილებლად შევჯამ ამ გოჭებს, გაიფიქრა მგელმა და მილში ჩაძვრა. მაგრამ როგორც კი მილში ჩასვლა დაიწყო, გოჭებმა ხმაური გაიგეს და როცა ბუხარში ცეცხლზე შემოდგმული ქვაბის სახურავზე ჭვარტლი დაიყარა, ჭკვიანი ნაფნაფი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. სწრაფად მივარდა ქვაბს, რომელშიც წყალი დუღდა და სახურავი გადახადა. მობრძანდით, თქვა ნანთნაფმა და ძმებს თვალი ჩაუკრა. ნიფნიფი და ნუფნუფი კი უკვე სრულიად დაწყნარებული იყვნენ და ბედნიერი ღიმილით შესყეროდნენ თავიანთ გონიერ და მამად ზამიკოს. გოჭებს დიდხანს ცადა არ დასჭირდებიათ. ბუხრის მწინდელით გამურული მგელი პირდაპირ აქვარპარებულ წყალში მოადინა ტლაპანი. სიმწრისაგან თვალები შუბზე აახტა, თელი კანი დაეფუფქა. საზარელი ბღავილით მგელი უყანავარდა სახურავზე, იქიდან ძირ ჩაგორდა, 3-4 გადაკოტრიალა და ჩარაზულ კარებთანაც გააგორა და ტყეში მოკურცქველა. სამი ძმა კი, სამი გოჭი, შეხურებდნენ და უხაროდათ, რომ ასე მარჯველად ასწავლეს ჭკუა ბოროტ ყაჩახ მგელს. შემდეგ კი თავიანთი მხიარული სიმღერა შემოსძახეს. ცის კიდემდე რომ იარო, მოიარო მთა და ველი, ჩვენი სახლის მსგავს მაგარ სახლს ვერსად შეხვდებით. არ გვაშინებს ელვა, ქარი, არც მხეცების გვეშინია. ჩვენი სახლი ხომ ქვის არის, ზედ ურდული აყენია. ამის შემდეგ ძმები მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეში. აი სულ ეს არის, რაც სამი პატარა გოჭის, ნიფნიფის, ნუფნუფისა და ნაფნაფის შესახებ ვიცით.